მოგესალმებით, ეთერშია გადაცემა ზღვარი. დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარია ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ნინო კერესელიძე. მოგესალმებით, ნინო. მადლობას მოგახსენებთ მობრძანებისთვის. და დღევანდელი საუბრის თემა შეეხება დასვენებას და დასვენების კულტურას. და ჩვენ ძალიან ხშირად ადამიანები ვერ ვარჩევთ ერთმანეთს უსაქმურობას, უაზრობას, არაფრის კეთებას და დასვენების განსხვავება თითქოს არ არის. და არსებობს ესეთი კვლევები, რომ უსაქმურობა იწვევს ისეთ გამოფიტვას და ისეთ გადაწვას და გადაღლას, რომელიც ესე ადვილად არ აღდგება იმუნიტეტის დაქვეითებასაც და სტრესმედეგობის და პირიქითაც უფრო დაბალანსებული აქ ადამიანს დრო, საქმე, შრომა, რაღაც გართობა, თვითშემეცნება მას ბევრად უფრო მაღალი აქვს იმუნიტეტის და სტრესმედეგობაც და ეს ენტალპია ენტროპიის დონეზე. მაგრამ აი რო უფრო გასაგები იყოს ჩვენი მაყურებლისთვის, რა არის დასვენება და რისთვის არის ის საჭირო? პირველ რიგში დასვენება არ არის დანაშაული, აი ამას მინდა რომ ხაზი გავუსვა, ძალიან ბევრი ადამიანი ამბობს ხოლმე რომ აი ვზივარ და თითქოს ტყუილა ვარ და თითქოს საკუთარ თავს არ ვაძლევ საშუალებას რომ ის რამოდენიმე წუთი დასვენების შევერგო. და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დავინახოთ ჩემი უნარები, ჩემი რესურსები, პასუხისმგებლობა დასვენებასთან მიმართებაში, ვინაიდან დასვენებასაც სჭირდება ზუსტად ისეთივე დაგეგმვა ამ პროცესს, როგორც შეიძლება იყოს სამსახურებრივი პროცესები, ან ნებისმიერი ისეთი აქტივობა, რომელიც ყოველდღიურია და მოითხოვს ჩემს ძალიან ისეთი კარგი ჩართულობის ნაწილს. შესაბამისად, დასვენებასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია გავაცნობი, რომ რა არის, რაც მჭირდება ცხოვრებაში. ამ ეტაპზე დასვენებასთან მიმართებაში რა არის მაგალითად ფსიქოემოციური ნაწილებია და მაგ გადაწვის განცდა და ეს არის თითქოს რომ ბევრ მასალას ვიღებ, ბევრს ვკითხულობ, ბევრს ვაზრონებ და აი აქ მოდის პრობლემა და აქ მჭირდება დასვენება, თუ ეს არის ფიზიკური, ვთქვათ, შრომით და დატვირთვით მიღებული სტრესიდან გამოწვეული დასვენების მოთხოვნილება, თუ აქ ენაცვლება ერთმანეთს ერთი მეორე ერთმანეთს და რაც მთავარია, ჩემი დამოკიდებულება თუ რა არის დასვენება ზოგადად ჩემთვის. შესაძლებელია და ძალიან ხშირად ამბობენ ხოლმე რომ დასვენება არის უბრალოდ ყოფნა და ტელეფონის სკროლვა მაგალითად, რაც ცალსახად დასვენება არ არის და ვერ ჩაითვლება დასვენების ფორმად. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ვისწავლოთ ზუსტი ტექნიკები, როგორ გამოვიყენოთ ჩვენ ცხოვრებაში დასვენება სწორად და თუნდაც როგორ დავგეგმოთ ის 1 საათიანი შესვენება ისე რომ იყოს ეფექტური და გაყვას მთელი დღის მანძილზე. მადლობა ნინო. დასვენებას სანამ ვისაუბრებ დასვენებაზე, მოდით იქნება ეს ემოციური გადაწვა რა არის და რა შემთხვევაში ემართება ადამიანს. შეიძლება ეს იყოს პროფესიული, შეიძლება ეს იყოს ნებისმიერ ადამიანს დიასახლისას დაემართოს. და დიასახლისობაც არის ძალიან საპატიო პროფესია ადამიანისთვის, თუ ესე შეიძლება ვთქვათ. ანუ არსებობს რაღაც მდგომარეობა, როდესაც ადამიანს უკვე სომატური პრობლემები ეწყება და ვერ ხვდება რაშია საქმე. აი რა არის ეს გადაწვა, როგორ ამოვიცნოთ ეს ჩვენ და მე ვის მიუმართოთ ამ დროს, როგორ მოვიქცეთ? გადაწვასთან მიმართებაში თუ კი ჩვენ საუბრობთ სამსახურეობრივ გადაწვაზე, იქ რა თქმა უნდა გვაქვს პირველი სიმპტომი ის, რომ მეზარება სამსახურში წასვლა. თითქოს გაღვიძება და აი ამ პროცესში თავიდან ჩართვა ჩემთვის რთული ხდება და ეს რუტინა ყოველდღიურად მაძლევს საშუალებას, რომ უფრო და უფრო მეტად დათრგუნული ვიყო, ემოციურად არასტაბილური ახასიათებს ასეთ დროს ადამიანს და რაც ძალიან ხშირი არის ხოლმე, რომ თითქოს ბეზრდება ყველაფერი და ყველაფერი კარგავს თავის ფერს და მნიშვნელობას. და ეს არის პირველი ნიშნები და სიმპტომები, რადგანაც მნიშვნელოვანია რომ დავიწყოთ თვითზრუნვა და მართლაც თუნდაც მივმართოთ სპეციალისტს, ან დავიწყოთ ისეთი აქტივობების განხორციელება, რომელიც ცოტათი მაინც ფოკუსს გადამატანინებს ყოველდღიურობაში იმ აქტივობისგან, რაშიც რუტინულად ვარ ჩართული და აი თქვენ დიასახლისები ახსენეთ და ყველაზე რთული ნაწილი არის ხოლმე ამ შემთხვევაში, რომ დიასახლისებმა ერთგვარად დაიწყონ დასვენება, საკუთარი თავისთვის დროის გამოყოფა, ეს იმდენად არ არის ხოლმე წახალისებული და ასე დროს აი სულ ვამბობ, რომ გადაწვის სინდრომის მომენტი ყველაზე მეტი არის დიასახლისებში, ვიდრე თუ ვისაუბრებთ ნებისმიერი საოფისე, თქვა და აქტივობებით დაკავებული ადამიანებისთვის და აი მან ძალიან ისეთი რბილი ზღვარია.
დამოკიდებულებაც ესეთია ნინო, რომ რას აკეთებს სუსახში ხარ, რამ დაგყალა. ძალიან უცნაურია ეს საზოგადოების დამოკიდებულებას. ზოგადად ერთმანეთის მიმართ ამას წინათ სოციალურ ქსელში იყო კიდე ვიღაც ამბობდა, რამ დაგყალათ ხალხო, არავინ არ მუშაობთ და რა სად დადიხარ დასასვენებლად. ეს შეიძლება ნახევრად ხუმრობით, მაგრამ თუ არ მუშაობ მაშინაც დაღლილი ხარ და თუ მუშაობ მაშინაც დაღლილი ხარ. ოღონდ სხვადასხვანაირად და აი თქვენ ახსენეთ ძალიან საინტერესო ფრაზა თვითზრუნვა. რას გულისხმობს თვითზრუნვა საერთოდ და აი როგორ უნდა მოიქცეს ადამიანი, იმიტომ რომ ჩვენ თითქოს ხო გარედან ველოდებით რომ ხო სამყარომ უნდა იზრუნოს ჩვენზე და ყველა დანარჩენმა და ახლა მე რაც შემიძლია იმას ვაკეთებ, რა შემიძლია მე რა უნდა გავაკეთო და რა ხარისხის თვითზრუნვაზე საუბარი. რა თქმა უნდა, ჩვენი მოლოდინები ყოველთვის არის ხოლმე, რომ ჩვენზე იზრუნებენ, გამოგვკვებავენ, მოგვივლიან და ერთგვარად ჰარმონიაში და კომფორტში გვამყოფებენ და ეს არის ხოლმე ადამიანების დიდი ნაწილის მოთხოვნილებაც კი და შესაძლებელია ვისაუბროთ კიდევ, რომ თითქოს წინაპირობაც არის, რომ ურთიერთობებში მშობელთან მიმართებაშიც ხდება ხომ, შვილიც თხოვს, რომ იზრუნეთ, ჩემზე მომიარეთ, გააკეთეთ და ასე შემდეგ. სწორედ აი ასე დროს, როცა დასრულობაში გადადის ადამიანი, მნიშვნელოვანია ისწავლოს საკუთარ თავზე პასუხისმგებლობის აღება და საკუთარ ჯანმრთელობაზე, საკუთარ ფსიქოემოციურ მდგომარეობაზე და სწორედ აქ შემოდის თვითზრუნვის ხაზი, რომ მე ფოკუსში ვაქცევ ჩემს თავს, ჩემს რესურსებს, ჩემს შესაძლებლობებს, ჩემს გამოცდილებებს და ტრამვებს და შემიძლია მასთან ერთად ვიცხოვრო, ვისწავლო, როგორ მოვაგვარო, მართო ეს სიტუაციები და გარდა ამისა, იმდენად ვცე პატივი საკუთარ თავს, რომ მივცე რესურსი, დრო, სივრცე იმისთვის, რომ ის კიდევ მე მომსახუროს, კიდევ ჩემთან კონტაქტში იყოს, ვინაიდან თუ კი მე ჩემ თავს არ მოული, არ გაუფრთხილდები, არ დავიწყებ ჩემი თავის მოფრთხილება, გაფრთხილებას, ბუნებრივია, რომ ფიზიკურად ჩემი თავი დაიწყებს ჩემს წინააღმდეგ მოქმედებას და ამით ჯანყდება. ესეთი ტიპის ჯანყები გვაქვს ხოლმე, როგორც ის არის გულსისხლთა პრობლემების შემდგომ, დეპრესია, ორგანოებთან მიმართებაში ტკივილები, შაკიკური ტიპის ტკივილები ხომ, როდესაც ორგანიზმი უკვე ბოლო სიგნალებს გვაწვდის ჩვენ, რომ რაღაც ისი არ არის, რაღაც სწორად არ არის და აი აქ იწყება მთავარი გარდატეხის პროცესი, სადაც შემოდის თვითზრუნვა, თვითდახმარება, აღმოჩენა საკუთარი თავის, დანახვა კიდევ ერთხელ საკუთარი თავის და დარჩენა იმ ტკივილებთან, რომელიც შესაძლებელია იმ მომენტში მაწუხებს, მაგრამ ბუნებრივია და შემიძლია გავჩერდე ამ ყველაფერთან ერთად. და უკვე ამ გამოცდილებით ვისწავლო, როგორ გადავიდე ახალ საფეხურზე, თუნდაც კურნების საფეხურზე, რომელიც არის საკუთარ თავთან კონტაქტში მოსვლა. ძალიან ხშირად მიფიქრია მაგაზე, ხა თქვენ რაც ბრძანეთ, რაღაცნაირად მე ამაგას თვით საბოტაჟს ვეძახი, ადამიანი აი თითქოს საკუთარი თავის წინააღმდეგ მიდის, აუტოიმუნური დაავადებებიც ხო ეგ არის თვით დესტრუქციული ვექტორი არის უკვე მიმართული საკუთარი თავისკენ და ეს აუტოაგრესია რო შევცვალოთ, ხშირად მიფიქრია, რომ გაცნობიერება არის უმნიშვნელოვანესი და ზოგჯერ ადამიანი მარტო ამას ვერ ახერხებს. აი როგორც სარკეში თუ არ ჩაიხედე, ბოლომდე არ იცი როგორ გამოიყურები, იმიტომ რომ იქ რაღაც შეიძლება მური მისვია სადღაც და მე მას ვერ ვხედავ და ძალიან მნიშვნელოვანია ამიტომ თერაპია და კონტაქტი, მაგრამ ძალიან ხშირად მიფიქრია, რომ ბაზისური ფიზიკური ჯანმრთელობის სამკუთხედი არის მაინც ჩემი აზრით ჭამა, ძილი და მოძრაობა. აი სამი რამ, რომელიც ვთქვათ დასარეგულირებელია და როგორ წესი გადაწვის და დაღლილობის დროს სამივე მოშლილია ხოლმე, ძილიც მოშლილია ადამიანს, ფიზიკური უძრაობა მაგალითად, იმიტომ რომ ძირითადად ზის, მანქანაში ზის, მერე კიდევ მივაზის, მერე მივაწევს და პრაქტიკულად მოძრაობის გარეშე რჩება ადამიანი, ვინც ბევრს მუშაობს. ხო? რეალურად ეგ არის აი ამ საუკუნის პრობლემას თუ ესე ვიტყვით, რომ რეალურად ადამიანებმა ისწავლეს როგორ იჯდნენ მუდმივად და როგორ არ იყვნენ კონტაქტში სამყაროსთან, ბუნებასთან და ხშირ შემთხვევაში ისეთი მარტივი რაღაცები, როგორიც არის გავიხედე ჰორიზონტი და ვინახე, ვისიამოვნე ამ გამოცდილებით არის ხოლმე მიუწვდომელი ძალიან ბევრი ადამიანისთვის და არც კი იციან, რომ ის გაკეთება შესაძლებელია. ცოტა რთულია თბილისში, ხოშოს მე მიფიქრია, რომ ცა აღარ ჩანს, იცით? აი ფანჯრიდან რო იხედები თუ რა ვიცი,
და რომ დადიხარ ქუჩაში ცას ვერ ხედავ, იმიტომ რომ ეს ამდენი მშენებლობა, урბანული განვითარება ქალაქის ამას იძლევა და რაღაცნაირად არსებობს урბანული ნევროზები, რომელიც დაბალი ჭერის ნევროზი ქვია და როდესაც სივრცე არ არის, თითქოს ბეტონში ხარ გამომწყდეული და აი რა უნდა ქნას ამ დროს, ახლა მე ვახსენე კვებაც, ესეც მოშლილია, როგორც წესი ადამიანი, ვისაც ძილი აქვს მოშლილი, უძრაობაშია, კვებითაც რაღაცა შეიძლება ვერ მოახერხოს, რომ თქოთ ის შუალედები დაიცვას თუ რაღაც ჯანსაღად იკვებოს და აი როგორ უნდა წამოწიოს თავისთავად, როგორ უნდა შეიქმნას мотиваცია ამისთვის და როგორ გააცნობიეროს, რომ ეს მნიშვნელოვანია და მე უფრო ფსიქოლოგიურ ფაქტორებზეც რომ ფიზიოლოგიურ ნაწილს აქ თუ ვისაუბრებთ, მთავარი ნაწილი ვიტყოდი რომ არის ძილის მოწესრიგება, იქიდან გამომდინარე რომ ძილის მოწესრიგებით მე ეძლევა ადამიანს საშუალება მისი ნერვული სისტემა მოიყვანოს მწყობრში, რეგულარულად ერთი და იგივე დროს დაძინება ძალიან მნიშვნელოვანია და ასევე ხაზგასმით ვიტყვი რომ დღეს დაძინება და ხვალგაღვიძება არის მნიშვნელოვანი ნაწილი, იმიტომ რომ აი ეს გამოძინება მოხდეს და დასრულდეს და როდესაც გამოძინების პროცესი არის ძალიან ისეთი კარგად დაალაგებული და წარმართული, აქ უკვე ფიზიოლოგიურადაც ჩნდება მოთხოვნილება კვების, რომ იყოს თქვა საათობრივი კვება და ეს ძალიან ბუნებრივად ლაგდება როგორც წესი. ასევე ძალიან ხშირად არის აი ამ სწრაფ დააჩქარებულ ტემპში სწრაფ კვებაზე გადასვლის ტენდენცია, ხო, რაც ადამიანებს აქვთ და რა თქმა უნდა ეს ცალსახად კიდევ უფრო მეტად ამძიმებს აი ამ შფოთვის ფონს, დეპრესიის ფონსაც ხშირ შემთხვევაში თუ კი ერთი და იგივე ესე ვთქვათ მავნე საკვებით ხდება გამოკვება ადამიანის როგორც შეიძლება იყოს ისეთი მარტივი ნახშირწყლები, ხო? აი ასეთ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანი არის რომ დაბალანსებული იყოს ადამიანის ულუფა და აი ამ დაბალანსებასთან ერთად იგი იღებს საჭირო რაოდენობის ენერგიას იმისთვის რომ მის სხეულში ძალიან ისეთი კარგი ხარისხის საწვავი იყოს, იმიტომ რომ საკვები რეალურად არის ის კარგი ხარისხის უნდა იყოს ყოველ შემთხვევაში კარგი ხარისხის საწვავი, რომელიც მე მაძლევს საშუალებას ვიფუნქციონირო ყოველდღიურობაში. და ნუ ეს მესამე ნაწილი მოძრაობას რაც შეეხება, ძალიან ხშირად არის ეს სიტუაცია, როდესაც მოდიან ადამიანები ჩემთან და აი პანიკურ შეტევასთან მიმართებაში ვიწყებთ მუშაობას. სწორედ პირველი ნაბიჯი ჩემი რეკომენდაცია არის, რომ დავიწყოთ ფეხით სიარული, რამდენ ნაბიჯს შეძლებ. და მაწყობს ვამბობ ხოლმე 5 ნაბიჯის მისაღებია, ოღონდ ჰაერზე გადი და გადადგი ეს ნაბიჯები. რეალურად ნებისმიერი მოძრაობა არის საწინდარი ცვლილებისა და იმისთვის რომ ცვლილება დადგეს და რეალური ცვლილება განიცადოს ადამიანმა საკუთარ თავში, მნიშვნელოვანია რომ ფიზიკურად დაიწყოს სხვადასხვა ტიპის აქტივობა. აი ძალიან პატარა სხეულის გამოძრავებაც კი გვაძლევს ამის საშუალებას. დიახ, აბსოლუტურად სწორად ბრძანეთ, ნამდვილად რაღაცა ერთი მეორეს იწვევს და თითქოს აი რა დომინოს პრინციპით იშლება, ან შეიძლება რომ ეს ყველაფერი დაალაგდეს. და აი თვით ზრუნვაში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს სხეულს, ჩვენ სხეულს, ხო, იმიტომ რომ ჩვენ ამ დედამიწაზე სხეულით ვართ მოსულები, ხა ის რომ სიგიგაც გვაქვს და სულიც გვაქვს, ეს ვიცით რა თქმა უნდა, მაგრამ შეხება გვაქვს სხეულთან. და როგორც საკუთარი სისხლის ჩვენ ვხედავთ ერთმანეთს, ჩვენ გვესმის, ჩვენ ვიცი, გვაყნოსვა, შეხების უნარი და ასე შემდეგ და ძალიან ხშირად არის გაუცხოება საკუთარ სხეულთან, ანუ ის სიგნალები, რაც მოდის იქიდან, აი თქვენ გულსის ძარღვოვანი ახსენეთ, რაღაცა იგივე გადაღლა, იგივე უძილობა, ეს ყველაფერი სხეულის ენა ჩვენ დამი, ხომ, ის ჩვენ გვესაუბრება. აი როგორ უნდა მოусმინოთ, ან უნდა მოусმინოთ თუ არა, იმიტომ რომ ვახშობთ წამლით, ვახშობთ რაღაცით, აი ამ თითქოს არ გვეჩქარება რა დროს ეგ არის და ამ სირბილში საკუთარი თავის დაკარგვაც და ბევრს უთქვამს, რომ თითქოს სადღაც დავკარგე ჩემი თავი. ძალიან ხშირია ეს და ბუნება მოგცა ყველაფერი, რაც ადამიანს სჭირდება იმისთვის, რომ იყოს კარგად. და მნიშვნელოვანი არის, რომ ამ ყველაფრის გამოყენება ვისწავლოთ, მოხმარება ვისწავლოთ სწორად და რეალურად არ დაგჭირდება თუნდაც ასეთ სიტუაციებში მედიკამენტებით, თუნდაც დათრგუნა და გაჩერება სხვადასხვა პროცესის. ძალიან ხშირად არის, რომ კანთან კონტაქტი არის ყველაზე პრობლემური ნაწილი ხოლმე კონსულტაციის პერიოდში. და ძალიან ხშირად მithქვი, რომ უბრალოდ შეახე
ხელი ხელს და ნახე რას გრძნობ და ამბობენ რომ არაფერს არ გრძნობს, არაფერი არ არის. თითქოს ეს ძალიან ისეთი ჩვეულებრივი ამბავია და რეალურად ძალიან დიდი პროცესია ეს თვითახქმის, თვითზრუნვის, თვითკვლევის პროცესი, რომელიც ადამიანებმა დროსთან ერთად ისწავლეს, რომ თითქოს არ შეიძლება, არ არის მიღებული, არ არის მოწონებული. სწორედ ამიტომ პერიოდულად ადამიანებთან უკვე გამოჩნდა აქტიური, შეხებითი შიმშილი რაც არის და თითქოს ჩახუტებას გაურბიან ერთმანეთთან, კონტაქტს გაურბიან, პლუს ამას ყველაფერს პანდემიამ დაამატა თავისი საკმაოდ მყარი საფუძველი და შიშები. შესაბამისად, რეალურად ჩნდება ძალიან დიდი დეფიციტი იმის, რომ ადამიანმა ისწავლოს საკუთარ კანთან და საკუთარ სხეულთან კონტაქტი. უბრალოდ დაინახოს, შეხების დონეზე აღიქვას ის და აი ეს სირთულეები ძალიან ბევრია ხოლმე და ხშირად ვფიქრობ, რომ რა შეიძლება გაკეთდეს, თუნდაც სესიის ფორმატში, თუნდაც ისე სახლის პირობებში რა შეუძლია ადამიანს გააკეთოს და ერთადერთი რასთანაც მე პირადად მივედი, სპეციალურად შევქმნი თვითზრუნვის ბოქსი, რომ სახლის პირობებში ადამიანებმა შეძლონ საკუთარ თავზე იზრუნონ სწორად. და სწორ ზრუნვაში ზუსტად ამას გულისხმობ, რომ ყველა აღქმის ორგანო აბსოლუტურად მოიყვანონ კონტაქტში. იმიტომ რომ აღქმა ყველაზე მარტივად ქვეითდება, როდესაც გადაღლამოდის, როდესაც დეპრესიული ფონი, როდესაც შფოთვა და შიშია. და აი ეს აღქმის დაზიანებიდან ესე ვიტყვი, გამომდინარე გვაქვს ჩვენ ის, რომ თითქოს უკვე სამყაროსთან კონტაქტის ყველაზე ისეთი მარტივი მექანიზმი გავუწყვეტეთ. და ალბათ ამაში შედის აი სხვათა შორის ჩვენ როდესაც მუშაობთ სარეაბილიტაციო ცენტრში ერთ-ერთი მთავარი ინსტრუმენტი არის იქ შხაპი, ცხელი და ცივი შხაპის და იმდენად კარგად მუშაობს ეს ინსტრუმენტი გადარეფრეშ განახლებისთვის ადამიანის კონტაქტი წყალთან. ასევე კონტაქტი მიწასთან. როგორც მოხუცებს და ბავშვებს განსაკუთრებით უყვართ. აი მე მგონი შუა ასაკში შეიძლება დრო არ ქონდეს ადამიანს ხა მიწასთან ურთიერთობის და იქ მოვლის ყვავილების და ფურჩნის ეს რაღაცა ფუფუნებაც მგონია რომ გაქვს რაღაცა ეზოსაც შეგიძლია მოუარო და დრო. მაგრამ და ცომი ამბობენ კიდევ ეს ცომის მოზელა, ანუ აი ეს შეხება თითებით რაღაცა პურთან, წყალთან, მიწასთან და ცეცხლის ყურებაც ხო რაღაც აი კოცონის ბუხართან ძალიან მნიშვნელოვანია. აი თქვენ ძალიან კარგად თქვით რომ როდესაც მე თვით ეკოლოგიისთვის რას ვხედავ, რა მესმის, რა სურნელება დგას, რა გემო და რას ვეხები, ეს ყველაფერი იყოს რაღაცნაირად ფორმაში მოსული და მოწესრიგებული, იმიტომ რომ ადამიანს ზუსტად ეს ინფორმაცია ამ არხებით შეძდის და აქედან ხდება დაბინძურება ჩვენი. იმიტომ რომ როგორც ყველაფერი ალბაჯობია, ყველაფერი არ დაინახოთ, ამას არ უფრო გაექცე რეალობას, ისევე ყველაფერი არ მოისმინო, არ შეჭამო და ასე შემდეგ, ხო? არ შეეხო, იმიტომ რომ აქაც ძალიან სერიოზული ფილტრებია ალბათ საჭირო და რას ფიქრობთ თქვენ ნინო? განცალკევებაზე, რამდენად მნიშვნელოვანია ადამიანისთვის ისეთ რაღაცნაირი მარტოსულები ვართ ჩვენ, ხო? ადამიანი მარტო იბადება და მარტო გადის ამ ქვეყნიდან, მაგრამ თან არ შეგვიძლია ეს მარტოობა, თან გვინდა სულ ურთიერთობა, გვჭირდება საკუთარ თავთან და სხვებთანაც და რამდენად მნიშვნელოვანია საკუთარ თავთან დარჩენა. აი არა მარტო ვთქვათ ფიზიკურად, რომ ხა მარტო ვიყო, არამედ რაღაცა ჩახედვა საკუთარ თავში, დაფიქრება და რაღაცა აი არის თუ არა ეს ერთგვარი სიამოვნება, რომელიც არის თან ძალიან შემეცნებით. რა თქმა უნდა, მარტო გაჩერება ეს არის ძალიან დიდი ხელოვნება, მე ესე ვიტყოდი, იმიტომ რომ ძალიან ხშირია უკვე პროცესები, სადაც ადამიანები ამბობენ, რომ მარტო ვარ და ეს ცუდია და არ ვიცი როგორ გავჩერდე მარტოობაში და თითქოს ეს მარტოობა იქცევა ხოლმე დიდ შავ ყუთად, რომელიც შთანთქავს ადამიანს და მივყავართ ესეთი მტკივნეულ მდგომარეობამდე. სწორედ ამისთვის, რომ ადამიანებმა ისწავლონ მარტო გაჩერება, თვით რეფლექსირება, საკუთარი თავის დანახვა, საკუთარ შეგრძნებებთან კონტაქტირება, სწორედ აი თქვენ ახსენეთ მიწა, ცეცხლი, ჰაერი და წყალი და აი ამ ნაწილთან ვარ მეც კონტაქტში ძალიან ისე აქტიურად. როდესაც მარტოობაზე ვსაუბრობ, თითოეული ნაწილი შემოდის, თითოეული სტიქია შემოდის ადამიანთან კონტაქტირებისას და თვითზრუნვის ბოქსში სწორედ გვხვდება ეს ნაწილები, მიწის ნაწილი თიხის სახით, სადაც მარტო
ჩდება ადამიანი აანთებს აი ამ სურნელოვან ჭხირს ამ თიხის ნაკეთობაზე, შეუძლია წყლის სტიქით მიიღოს სპეციალურად არომატული ჩაი. იქ სურნელთან მიმართებაში ვიცით არომათერაპია და სპეციალური ეთერზერთებით გამდიდრებულ ცეცხლს უყუროს და ნახეთ ეს ბუკეტი უკვე ქმნის იმას რომ იწყება საკუთარ თავსთან ჩაღმავება დანახვა მეტი განცდის ძლიერდება აღქმის ორგანოები და აი ასე დროს რაღაც ერთი გვაკლია ხოლმე რაც არის კითხვები გვინდა რომ რაღაცა გკითხონ გვინდა რომ რაღაცა უფრო მეტი გავიგოთ და სწორედ აქ შემოდის თვითრეფლექსიის ბარათები რომლებიც მეხმარებიან მე მარტო გაჩერება ვისწავლო რა არის ჩემი რესურსი იქ დავინახო რა არის რაც მინდა შევცვალო დავინახო და რეალურად ყველა ცვლილება რომელიც ადამიანში მოდის ხო მისი პასუხისმგებლობა მისიდან გამომდინარე ხდება შესაბამისად მისი ყველა პროცესი არის საკუთარი არჩევანიდან გამომდინარე და აი ეს არჩევანიც მარტო მიღებული არჩევანია კი თერაპევტები ვერთვებით რა თქმა უნდა მაგრამ პასუხისმგებლობის ნაწილი ბუნებრივია რომ ამ შემთხვევაში კლიენტებთან არის და აი ასე დროს ნამდვილად თვითზრუნვაში, როდესაც მოდის ადამიანი, აი ეს მარტოობაც აღარ ხდება ისეთი მტკივნეული, ისეთი დიდი და თუნდაც ისეთი შავი და ხშირად უთქვიათ ხოლმე ადამიანებს, რომ აი ვისწავლეთ თვითზრუნვის დაწყების შემდგომ, რომ მარტოობის პროცესში არის რაღაც ახალი, რაც შემიძლია ყოველ ჯერზე თავიდან გამოვიკვლიო. თავიდან გავიგო, თავიდან გავიცნო ჩემი თავი და ეს ძალიან დიდი რესურსია. მადლობა ნინო. აი საერთოდ ამ სამყაროში ბევრად მეტი კითხვა ვიდრე პასუხი და ზოგჯერ კითხვას დასვამ პასუხის მაგერად ისევ კითხვა მოდის და ასე შემდეგ ეს კასკადირება ხდება და რა არის ის აი გასაღები კითხვები რაც ადამიანმა უნდა დაუსვას თავის თავს თუნდაც აი თვითზრუნვის დროს თვითრეფლექსია ახსენეთ თქვენ რას ჩაუღრმავდეს უნდა რამდენად შეუძლია ადამიანს მარტო მაწიოს ზოგიერთი პრობლემა, იმიტომ რომ ჩვენ ხშირად ძალიან ბევრ დაცვას ვიყენებთ. დაცვას იმიტომ რომ არ გვედგინოს და აქედან გამომდინარე რაღაცაზე ფიქრი არ გვინდა, რაღაცას ვერ ვხედავთ, რაღაცა არ გვესმის, რაღაც ეს თითქოს შინაგანი ნავიგაცია გვაქვს როგორ რამდენად ხო როგორ ვიპოზიციონირება ჩვენი და აქედან გამომდინარე რა არის თქვენი საყვარელი კითხვები მაგალითად მთავარი კითხვა რომელიც აი ხაც მოდის ჩემთან არის რა არის რაც მე მჭირდება დღეს რას გრძნობ რომ მჭირდება და თუ საკუთარ თავზე ვსაუბრობ ყოველწლიურად დღეს მე რა მჭირდება რა დამეხმარება მე ამაში რა შემიძლია მე გავაკეთო დღეს არა მარტო ჩემი თავისთვის, არამედ ჩემი გარემოცვისთვის, რომელიც სარგებლოს მოიტანს. და თუ კი კლიენტზე ვიტყვით, მთავარი კითხვა მაგ შემთხვევაში არის ხოლმე, რომ რა შემიძლია მე გავაკეთო შენთვის. და ეს იმდენად, აი, დიადი კითხვა ერთის მხრივ, იმიტომ რომ აძლევს ადამიანს სივრცეს, თავისუფლებას და აძლევს პასუხისმგებლობას, რომ ზუსტად ის იკეთებს ამ არჩევანს, რა მოითხოვს ადამიანებისგან, სამყაროსგან, ღმერთისგან, რა უნდოდეს. და ეგ არის ძალიან მნიშვნელოვანი, რომ თუ მე ჩემ მინდაში დარწმუნებული ვარ და კარგად ხედავ მე ამ მინდას, რეალურად მეძლევა საშუალება და ინსტრუმენტები, რომ მივიღო ყველა მოთხოვნილება, რომელიც ჩემს გარშემო ჩდება და ძალიან მარტივად მივაღწიო თუნდაც დასახულ მიზანს. და მეორე კითხვა ესე ვიტყოდი, რა შემიძლია მე გავაკეთო ჩემი ოჯახისთვის? და ეს არის ხოლმე ჩემი პირადი კითხვა, იმიტომ რომ თითოეული ჩვენგანი ვართ რაღაც სოციუმის ნაწილი, ოჯახების ნაწილი და ჩვენი მიჯაჭულობებიც ბუნებრივია, რომ ძალიან ისეთი ლოგიკურია ამ შემთხვევაში. და როცა ჩვენ ვიწყებთ ზრუნვას არა მარტო ჩვენ თავზე, არამედ ჩვენს უახლოეს გარემოცვაზე, რეალურად ვქმნით სივრცეს, სადაც ძალიან დიდი ცვლილებები დგება. და ცვლილების პარადოქსული თეორიაც ხოლმე არის, როდესაც მე ვიწყებ ცვლილებას, თვითზრუნვას, კარგად ყოფნას საკუთარ თავთან, ჩემს გარშემო გარემოც იწყებს ზუსტად აი ამ რიტმით აყოლას. შეიძლება თავიდან ეს იყოს სირთულე, იყოს რაღაცა უხერხულობის მომენტი ცვლილებასთან მიმართებაში, მაგრამ დროსთან ერთად რეალურად ოჯახები იცვლებიან ესე დროს ერთი ადამიანის ცვლილებითაც კი. მადლობა ნინო, თქვენ რაღაცა ძალიან ისეთ სენსიტიურ თემას შეეხეთ, ახლა როდესაც თქვით, რომ რა მჭირდებაო, ხო? თითქოს ერთის შეხედვით მარტივი კითხვა ეს მე მეხება და მე რა მჭირდება, მე თითქოს უნდა ვიცოდე, მაგრამ ზოგჯერ ადამიანს პასუხი ამაზე არ აქვს. და
და ხშირად არა აქვს პასუხი და მეც მიფიქრე იცით ეს სამკუთხედი რა მინდა, რა მჭირდება და რა შემიძლია, ზოგჯერ ისეთ განსვლაშია ერთმანეთთან, რომ რაც შემიძლია ის არც მინდა და არც მჭირდება, რაც მჭირდება ის არ შემიძლია და ასე შემდეგ. ეს იგი რაღაცნაირად რომ ეს მოვიყვანო ერთმანეთთან და ჰარმონიაში და თავსებადი გავხადო, იმიტომ რომ არსებობს არაადეკვატური მიზნებიც და სურვილებიც, რომელიც არის ხომ ხშირად კოუჩინგში და იმაში რომ თქვი ილონ მასკს აქვს ნათქვამი რომ დაუმიზნე მთვარეს და შენ იქ მოხვდები და ამაში არის ამ მეტაფორაში ძალიან დიდი აზრი რომ მოინდომე და შენ გააკეთებ, მაგრამ ეს ყველას და ყველაფერს არ ეხება, ხო? არის რაღაც ისეთი, რომ მოინდომოთ ყველა მთელი ცხოვრება უნდა გააცდინო იმ დამიზნებაში და ვერასდროს ვერ მოხვდე, აი აცდე რეალობას. აი ძალიან მნიშვნელოვანია დამიწება, ჩემი აზრით, სწორედ აქ groundings რო ეცახიან, რომ ადამიანმა თავისი რესურსი და რესურსი არის ასაკიც, ჯანმრთელობაც, ცოდნაც, ოჯახი, გარემოცვა, რაც გნებავთ ყველაფერი. უნარჩვევები რაც გვაქვს, იმიტომ რომ ყველაფერი ნამდვილად არ შეგვიძლია და აი რა მინდასა და უნდა შორის უნდა მოხდეს რაღაცნაირი თავსებადობა და რა შველის ამას, აი წერა ხომ არ არის ერთ-ერთი რომ რაღაცები ჩაიწეროს ადამიანმა ან ხმამაღლა საუბარი ან ვინმესთან გაზიარება, იმიტომ რომ ზოგჯერ ფიქრი არის ხოლმე ასოციაციური და რაღაც ვერ ახერხებს ადამიანი დასკვნის გაკეთებას. ძალიან კარგია წერის პროცესი, აი ჟურნალინგს რასაც ვეძახით ხოლმე, ხომ, რომ ვაწარმოოთ ყოველდღიური ჩანაწერების როლი, რომ სად ვარ, როგორ ვარ, რა ხდება ჩემ ცხოვრებაში, რა არის მინდები და რა უნდები შემოდის იმისთვის, რომ გავფილტროთ თუნდაც ჩემი დამოკიდებულება, ჩემი ემოციები და გარდა ამისა, წერის პროცესში ერთობა კიდევ ის ნაწილი, რომ კოგნიციაც მუშაობს, ვიზუალურადაც ვხედავ იმ პროცესს, რომელსაც თავში ვფიქრობდი და ერთგვარად მაძლევს საშუალებას, რომ უფრო უკეთესად დავალაგო აზრები. გარდა ამისა, თქვენ ახსენეთ ახლა ხმამაღლა საუბარი და გაზიარება. რაც უფრო მეტად ვაზიარებ, მეძლევა საშუალება მე ინდივიდს რომ მოусმინო ჩემს ხმას, ჩემს აზრებს, ჩემს შეგრძნებებს მოусმინო და მოვიდე კონტაქტში. ამასთანავე ძალიან ხშირად ეს მინდას და უნდას როცა ვსაუბრობთ, ხშირად ვიყენებ ხოლმე მე არ თერაპიის ტექნიკას, რომ მოდი გამოძერწე რა გინდა. და გამოძერწე რა უნდა გინდოდეს. და აი ამ ორთან როცა მოდიხარ კონტაქტში, დიალოგი დგება ხოლმე და ძალიან ხშირად არის ხოლმე რომ თემებსაც წერთ ხოლმე რომ მოდი დავალაპარაკოთ ეს მინდა და უნდა ერთმანეთთან. და რომ ხშირ შემთხვევაში ეს უნდები ხომ სოციუმიდანაც მოტანილი, მოხვეული აზრებია, რომლებიც ხანდახან ჩემს მინდაშიც გადადის გაუცნობიერებლად. და აი აქ არის ის ძალიან პატარა, ძალიან რბილი ხაზი, ესე ვთქვათ, რომ არ დავკარგო ჩემი მოთხოვნილება, ჩემი სურვილები და სრულიად შემთხვევით არ შევერწყა სამყაროს, არ შევიდე კონფლუენციაში იმ მიმართულებით, რაც საერთოდ შეიძლება არ იყოს ჩემი ინტერესი და სწორედ ესეთი ხელსაქმი დაკავება, აქტივობები, გაჟღერება სურვილების, განცდების და გამოხატვა მოთხოვნილებების გვაძლევს საშუალებას, რომ დავინახოთ რა არის რეალური ფოკუსი და ეს დამიწება დგება ყოველთვის აი ესეთ დროს, რომ უფრო მყარია ადამიანი, უფრო კარგად გრძნობს საკუთარ თავს, ხედავს, რომ ეს მისი არჩევანია და ის, რასაც აკეთებს არჩევანს, რეალურად ცვლილებაში მოდის. და აი ამ რეალურ მიზნებთანაც გაუსმევ ხაზს, რომ მნიშვნელოვანია მე უსმენდე ჩემს რესურსს, იმდენად რომ ხედავდე თუნდაც ერთ წელიწადში რა რესურსი მექნება, რა შეიცვლება და შემეძლოს რეალობისგან არ გავიქცე. რაც არ უნდა მტკივნეული იყოს რეალობა, იმიტომ რომ ხშირია ადამიანები რომ ამას ვაკეთებ დიფლექსირებს და გავდივართ და მე ბრაზი ჩდება და აქ რეტროფლექსიის სახით ვყლაპავთ, ხო? და ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია რომ მოვიდე კონტაქტში ჩემს სურვილთან. და ეს ჩემი სურვილი რამდენად ეკოლოგიურია, შემდგომ უკვე აი ამაზე გავაკეთო აქცენტი, იმიტომ რომ რაც უფრო მეტად ეკოლოგიურია ჩემი სურვილი, ჩემი მინდა, მით უფრო ფსიქიკურად ჯანმრთელი ადამიანი ხო ასეთ დროს და მის უფრო ჰარმონიულია მისი გარემოცვა. მადლობა ნინა. საერთოდ არსებობს სიამოვნების ბევრი ტიპი და ადამიანის ერთ-ერთი мотиваცია სიამოვნებისკენ სწრაფვა და შეიძლება მეორე იყოს უსიამოვნებისგან გაქცევა, ხო? ანუ ჩვენ რაღაც თითქოს აი ამ ორ რაღაც
რამეს შორის პოზიციონირებ. თუმცა ბევრი სხვა მოტივაცია არსებობს. მაგრამ რადგან დასვენებაზე ვსაუბრობთ, ეს რაღაცა კავშირში არის სიხარულთან, სიამოვნების მიღებასთან და ამის უფლება მისცე შენ თავს. იმიტომ რომ ზოგჯერ ამის უფლებას ადამიანი თავის თავს არ აძლევს, იმიტომ რომ თითქოს არ დაუმსახურებია, თითქოს ახლა რო არ იმუშაოს, რა ეშველება ოჯახს და ასე შემდეგ და სამი ტიპის სიამოვნება არსებობს ამ გაგებით. ერთი არის პასიური, რომელიც მოსლადყოფნის პერიოდიდან ყველა ჩვენთაგანში არის წამოწოლილი მოძრაობა, იგივე პლაჟზე წოლა მაგალითად, ტახტზე კოტრიალი ან რაც გნებავთ, რომელიც არის რაღაც დოზით ადამიანები არიან მიდრეკილები ასეთი ტიპის სიამოვნებისკენ და დასვენებისკენ, არის აქტიური სიამოვნება, რომელიც არის იგივე ცურვა, ცხენი, მოგზაურობა, მთაში ყოფნა, რომელიც საოცარ ადრენალინთან არის დაკავშირებული. და არის ისეთი კიდე აქტიური პასიური სიამოვნება, ის საბრძოლში ვზივარ და ვოცნებობ როგორ ვზივარ ცხენზე ან ცურა. ეს ყველაზე ნაკლებად სასურველია ადამიანის შემთხვევაში, მაგრამ რამდენად უნდა იცნობდეს ალბათ ადამიანის საკუთარ თავს, რომ ეს დასვენებაც ისე აწყოს, როგორც მარტო ფიზიკური ხო არ არის, ფსიქოფიზიკური მდგომარეობა ეს დასვენება, რომ ეს არ იყოს, ვთქვათ, ან არაადეკვატურად უძრაობაში ყოფნა, ან არაადეკვატურ მოძრაობაში და შემდგომში ისეთი დაღლილი ჩამოვიდეს ამ დასვენებიდან, რომ აქეთ დასვენება დაჭირდეს კიდევ დასვენების მერე. აი, აქაც როგორ უნდა იგივე საკუთარ თავთან კონტაქტი და როგორ უნდა გაარჩიოს ეს ყველაფერი. ძალიან ხშირია ხოლმე რომ დასასვენებლად ვიყავით და დაღლილი ჩამოვედი რომ ამბობენ ადამიანები და ეს არის არასწორი დროის მენეჯმენტის მოდი მე ესე ვიტყვი ბრალი თუ უნდა ვიფრთხილოთ აქ ბრალი აუცილებლად რეალურად დასვენებასთან მიმართებაში გვაქვს ჩვენ ნახეთ როგორი ნაწილი რომ მე მნიშვნელოვანია განსაზღვრო აქტიური ნაწილიც დასვენების, სადაც დაკავებული ვარ ვიღებ სიამოვნებას, ავათვალიერებ, შევიმეცნებ რაღაცას. ანუ რაღაცით ახლით ვივსები, მეორე ნაწილი რაც არის, ეს არის რაღაცას უშვებ, იმიტომ რომ მთელი წლის, მთელი პროცესის დაგროვებული ენერგიები, რომლებიც ჩემში გვინდა არის და მოძრაობს, ხომ? მან რაღაცნაირად მოიპოვნოს, ესე ვთქვათ, განტვირთვის ნაწილი და შეიძლება ეს იყოს აქ პასიური ნაწილის შემოტანაც, რაც ნებისმიერი რამ არის ადამიანის შემთხვევაში და მესამე ნაწილი, რაც დასვენებისთვის ყველაზე მთავარი არის, დავგეგმო ეს დასვენების პროცესი, დავალაგო სწორად. კონდეს იქ ჩასმული კვების ნაწილი, ძილის ნაწილი, რუტინასთან შეიძლება არ გამოვემშვიდობო ბოლომდე ამ რუტინას, მაგრამ რუტინასთან მიმართებაში შეიძლება პატარა ცვლილებაც მოვახდინო, თქვა, ან ძილის რეჟიმი გავზარდო, ან პირიქით შევამცირო და რაღაც უფრო საინტერესოთი შევავსო. რეალური ამბავი დასვენებასთან მიმართებაში არის ის, რომ ვიგრძნო კმაყოფილება. შევივსო თავი ენერგიით, დავინახო რა არის რაც მჭირდება და დასვენებაში არც ერთ შემთხვევაში არ ჩავთვალო რომ წამოვწვევი და მთელი აი ჩემი შვებულება იქნება დასვენების პროცესი, ვერ იქნება ესე. ვერც ერთ შემთხვევაში ვერ დაისვენებს ასეთ დროს ადამიანი, ან თუნდაც მთელი ჩემი ნანატრე შვებულება წავალ და რაღაც საქმეს გავაკეთებ, ან დავათვალიერებ მთელი ამ პროცესის მანძილზე. ბალანსი არის თავარი. ჩემს აქტიურ და პასიურ დასვენებას შორის. და ეს ბალანსი არის ის შინაგანი ღერძი, რომელსაც მნიშვნელოვანია უსმენდეთ ადამიანები. მოვიდეთ კონტაქტში საკუთარ თავთან და თუნდაც დღის მანძილზე შევეკითხოთ, რომ აი დღეს რა აქტივობები მე სიამოვნებოდა. ეს არის დასვენებისთვის ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მარტივი მექანიზმი ერთის მხრივ და მეორეს მხრივ შედეგიანი. აი, ხო, ბიბლიაში წერია ხო 10 მცნებაში ეს მე-7 დღეს დასვენება, იქ ცოტა სხვა დატვირთვა აქ, ანუ ღმერთთან მისვლა და მადლიერების გამოხატვა. ეს მადლიერება ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობისთვის და ის რაღაც მე-7 დღე დასვენება იმდენად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა, რომ იყო დრო, როდესაც კომუნისტების მე-20 საუკუნეში უნდათ 5 დღიანი და 10 დღიანი კვირის გაკეთება, დეკადების ან 5 დღიანი, იმიტომ რომ ეს 7 აღიზიანებდათ, რადგან ბიბლიური იყო, მაგრამ არ გამოვიდა, ვერანაირად ვერ ჩასვეს კალენდარში. თითქოს
6 დღე შრომა და მე-7 დღეს დასვენება ვერ შეცვალეს და ადრე ძველ აღთქმაში წერია რომ ყოველ მე-7 წელს მიწასაც ასვენებდნენ, ანუ თურმე მიწასაც სჭირდება დასვენება, რომ სადაც თესავ, სადაც რა ვიცი რაღაცები მოგყავს. მოსავალი იმისთვის რომ ის მე-8 წელს ისევ შეივსოს აი ამ საჭირო რესურსით და აი ეს ფაქტი თვითონ რომ ძალიან მნიშვნელოვანია მოვახდინოთ ჩვენი ძალების აღდგენა და აი ვორკოჰოლიზმი დღეს არის ერთ-ერთი გავრცელებული დაავადება და ინფორმაციული ნევროზი, ხო, რბოლაში მყოფი კაცობრიობა, რომელსაც საერთოდ უმეტესად კონცენტრაციის დაქვეითება ხდება, აი სხვადასხვა ეს რილსები, წამებით რომ მიდის, რომელიც სკროლვის შემთხვევაში და ზოგს გონია რომ ისვენებს, როცა სკროლობს, ტვინის გადართვა ხდება წამებში სხვადასხვა კონტენტზე შინაარსზე და პირიქით აი თითქოს ეს ტრეში დაბინძურება ხდება ისეთი რომ მე ამას აუცილებლად მოყვება ფსიქოსომატური პასუხი ორგანიზმული რომელიც შეიძლება ვერც კი დავაკავშიროთ ერთი მეორესთან რომ რა შუაშიაო ვიღაცამ შეიძლება თქვას ამ დროს ვისვენებდი და ის ამიტომ არის ძალიან მნიშვნელოვანი ალბათ ბუნებაში ყოფნა იგივე სასიამოვნო წიგნის წაკითხვა იგივე ჩემთვის პირადად შეიძლება ჩემი ასაკის გამოც არის ჩემი დასვენება ყოველთვის იყო ცურვა და ზღვა იმიტომ რომ რაღაცნაირად მთელი ის ენერგია რაც მთელი წელის განმავლობაში მჭირდება თითქოს ვიღებ ცურვით მაგრამ წლებია უკვე დავდივარ მოსალოცად სხვადასხვა ქვეყანაშიც და თვითონ საქართველოშიც და ისეთი საოცარი ენერგიაა და ისეთი საოცარი შევსება ხდება რომ ალბათ ამის ფასი არაფერი არ არის და მართლაც აი ვთქვათ აი ახლა ხანს ვეღავით საბერძნეთში სწორედ რაღაც სიწმინდეები მოვილოთ და ეს არაჩვეულებრივი ქვეყანა ულამაზესი და თან კიდე პლუს რაღაცა აი სავსე გულით, სავსე სისავსის განცდით მოდიხარ და წარმოუდგენელი შეგრძნება და ალბათ ყველამ უნდა იპოვოს ის თავისი რაღაცა რაც ძალიან მნიშვნელოვანია იგივე მაგალითად ნებისმიერ ქალაქში მუზეუმების დათვალიერება იქნება ეს თუ რაღაცა იგი ბუნებაში ყოფნა თუ რა ვიცი ვიღაცისთვის სათამბჯენებისაც ანუ თვალიც დაასვენო ყურიც და ყველა ჩვენი ასე ვთქვათ არხი რომლითაც ჩვენ ინფორმაციას ვიღებთ და ნინო აი როგორ მოახერხოს ადამიანმა რომ ლეპტოპი დახუროს იმ დასვენებაზე და მობილდრომ დღეს ლეპტოპი აღარ სჭირდება ადამიანს მობილურში არის ბანკი არის ტაქსი არის გამოძახება და თითქოს ვეღარ ისვენებ იმიტომ რომ და შეტყობინებები ყველა მხრიდან კი მიბმული ვართ აი ამ დიჯიტალ სფეროს ძალიან და რეალურად მთავარი ამბავი მანდ არის რომ ჩვენ არ ვაძლევთ უფლებას ჩვენ თავს რომ მოვუწყდეთ იმ სოციუმს იმ გარემოს თითქოს რაღაც ძალიან ძვირფას ვკარგავთ იმით რომ თუნდაც დღეში 1 საათი ტელეფონი საერთოდ გავთიშოთ გადავდოთ და დიეტას ვეძახი ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენების ნაწილში ყოველთვის ვამბობ ხოლმე რომ კვირაში ერთხელ მაინც 1 საათი დეტოქსი ეკრანისგან 1 საათი დეტოქსი იმ სოციალური სივრცისგან ძალიან მნიშვნელოვანია იმისთვის რომ აი ეს დანაგვიანება არ იყოს ამდენად დიდი რაც არის ხოლმე როგორც წესი და როცა ჩვენ დასვენების უნარზე ვსაუბრობთ და დასვენების პოვნაზე აქვე მნიშვნელოვანი არის რომ მე ეს ჩემი დასვენება ჩემი რესურსებიდან გამომდინარეც დავინახო და საჭიროებებიდან გამომდინარეც დავინახო დაგემის პროცესში შეიძლება დღეს მე მგონია რომ აი ეს აქტიური დასვენება ყველაზე კარგია და ვფიქრობ რომ ეს მე მაძლევს რესურსს მაგრამ აქვე მნიშვნელოვანია ამასთანავე რომ დაინახოს ადამიანმა რეალურად რითი შეიძლება გამოკვებოს თავისი სხეული, სული და ფსიქიკა ერთდროულად. და ის სამივე კომპონენტი ესე ვთქვათ გააერთიანოს დასვენების ნაწილში, იმიტომ რომ ცალ-ცალკე არც ერთი ისეთ შედეგს არ მოგცემს, როგორიც მათი ერთობაა. და ნინო, ძალიან მნიშვნელოვანია ეს ბავშვებს ვასწავლოთ ალბათ და მოზარდებს, იმიტომ რომ ჩვენ როგორ ვზდით ახლა ბავშვს ის დადის სკოლაში, მერე გახანგრძლივებულში, მერე მათემატიკაზე, ინგლისურზე, სპორტზე, მუსიკაზე, ცეკვაზე
ერთხელ მახსოვს ქალბატონმა ახალგაზრდა გოგო დამირეკა შვილთან დაკავშირებით, რომ რაღაცა პრობლემები დაეწყო, პირველ კლასელიაო. ეს იყო დაახლოებით იანვარი, მეორე სემესტრი იყო. ცოტა ენის მოკიდება რაღაც ეს და ესე ტელეფონში რომ მოყვარაზე დაყავს ეს ბავშვი, კინაღამ მე დამეწყო ენის მოკიდება. იმ წარმოუდგენელი იყო, ეს იგი სკოლის გარდა გახანგრძლივებული და მე რაც ჩამოვთვალე კიდე ჭადრაკი და რა ვიცი რაღაცა. რომ იყოს დაკავებული ბავშვი და ეს იყოს დაკავებული გახდა მეორე პოლარობა. ერთის მხრივ არის არაფრის კეთება საერთოდ, რომელიც ასევე მიუღებელია, იმიტომ რომ ძალიან დამღლელია, მოდი ესე ვთქვა და მეორეს მხრივ წუთი და წამი რო არ აქვს, რომ ან დაფიქრდეს, ან ითამაშოს, ან რაღაცა გააკეთოს და ეს ბავშვობიდან იწყება, ხო? რა თქმა უნდა. ამისი ეს უნარჩვევა თუ ეს კულტურა. ამ შემთხვევაში შაბლონები ჩემო გვაქვს ხოლმე რომ ესე უნდა იყოს თითქოს და შენ ეს უნდა მოგწონდეს და ეს არის ხოლმე როგორც წესი გაცნობიერებული რაღაც მომენტებშიც აი ეს კონტაქტის ფორმა რომ შენ მინდა მე აკეთებდი ამას და ამას და შენთვის აი სპორტი იქნება თუ სხვადასხვა აქტივობა იყოს მნიშვნელოვანი ისეთი დაკვეთებით მივდივართ ხშირად ამ პატარა ადამიანებთან რომ მათ რესურსებს არ უყურებთ და არ ვაძლევთ აი ამ შაბლონირებას როცა ვსაუბრობთ არ ვაძლევთ საშუალებას რომ ფანტაზია განავითარონ არ რჩებათ სივრცე ადგილსაც დახატავენ თავისთვის იფიქრებენ იოცნებებენ დასახავენ გეგმებს ის რაც ამას აქში ყველაზე მნიშვნელოვანია რომ ფანტაზიის სფერო ზღაპრის სფერო შექმნას ბავშვმა საკუთარ თავთან მიმართებაში ხო პირველი მეორე კლასი თუნდაც რაც არის და რეალურად შემდეგ შეგვიძლია დავამატოთ აქტივობები ისიც ბავშვთან შეთანხმებით ისიც მისი რესურსების გაგებით და მისი ინტერესების რეალური გამოკვლევით და არა ის რომ მე მინდოდა მაგალითად მელო ჭადრაკზე და მოდი შენ გატარებ დღეს რაც ძალიან ხშირია ხოლმე ხო თქვათა შორის ჩვენი აუხდენელი ოცნებების ბავშვებში ჩაატვირთვა ხდება მშობლისგან და მე გგონია რომ ძალიან კარგს უკეთებ და ის კიდე არ არის მადლიერი და ნამდვილად ეს დროის გადამენეჯმენტება და გადალაგება არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი უნარი, რაც მთელი ცხოვრება მოსაპოვებელია სხვათა შორის, იმიტომ რომ მე ხშირად მქონია ეგ შემთხვევა, რომ თითქოს სხვას ვასწავლით და საკუთარ დროს რაღაცნაირად ვერ ვფრთხილდები და გონია რომ ეს არის ცხოვრება და ეს აქ დაახლა ყოფნა, აქ დაახლა ცხოვრება, ეს ძალიან მნიშვნელოვანია და დასვენებაც, შემეცნებაც, შრომაც და ეს ყველაფერი არის აქ დაახლა და არა შარშან და არა მომავალში, ხო? იმიტომ რომ არც ის დრო არსებობს და არც ეს დრო და აი ეს ჯანსაღი ფსიქიკისთვის ეს სამი კოორდინატია საჭირო მე დროსა და სივრცეში და აი ეს არ უნდა დაიკარგოს თან და რაღაც აი ეს სიჯანსაღე ძალიან მნიშვნელოვანია და მართლაც ბავშვობიდან იწყება თვით ეკოლოგიაზე ზრუნვა აი თქვენი ტერმინი თვით ზრუნვა ძალიან მომწონს რომ ადამიანმა იზრუნოს თავის სხეულზე თავის თავზე თავის იგივე რაღაც დრო კონდეს ალბათ წიგნის წაკითხვის თუ სასიამოვნო ფილმის ყურების ურთიერთობის და თამაშის ბავშვები საერთოდ ეზოში არ თამაშობენ. რაც თითქმის წარმოუდგენელია. იყო ძალიან ხშირია აი ამ ბოლო პერიოდში, სადაც ბავშვებმა არ იციან როგორ შეეხონ მიწას, როგორ შეეხონ თიხას და ხშირად როცა მოდიან ჩვენთან და ვაძლევთ ხოლმე თიხას ან მიწას რო ყოველთან იკონტაქტონ, ამბობენ რომ ეს არ შეიძლება, ეს აკრძალულია. წარმოიდგინეთ რამხელად კიულთან რჩებიან ბავშვები რომ მოთხოვნილება რომელიც ძალიან ბუნებრივია ვითამაშო დავისვარო რაღაცა გავაჭუჭყიან და გავაფუჭო თუნდაც იმიტომ რომ შევიმეცნო ეს არის აკრძალული და ხშირ შემთხვევაში ეს არის იმ ჩვენი დასრულების შიშებიდან წამოსული რაც არის ყოველდღიური ზედმეტი საქმე ზედმეტი აქტივობა და ნინო ჩვენი გადაცემამ დასასრულს უახლოვდება და მე მინდა რომ აი რაღაცნაირად ეს ბოლო გადაცემის ბოლოს ვისაუბროთ მადლიერების მნიშვნელობაზე ადამიანის ცხოვრების ხარისხისთვის, მენტალური ჯანმრთელობისთვის, რომელშიც დასვენებას აქვს თავისი წილი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს განცდა, არა მხოლოდ მადლობის თქმა, რომელიც ასევე მნიშვნელოვანია. თქმა, ვერბალიზაცია, მაგრამ როცა განცდაში გაქვს ეს მადლიერება, ეს არის ძალიან დიდი ბედნიერება
და აი როგორ მოვიხვეჭოთ და როგორ ვთქვათ ვისწავლოთ ეს მნიშვნელოვანი. მადლიერება ნამდვილად არის ერთ-ერთი თუ არა ერთადერთი ის ემოცია, ის ფრაზა, რომელიც ჩვენ გვავსებს და ავსებს ჩვენს გარშემო ადამიანებსაც. როდესაც მე მადლიერი ვარ, გამოვყოფ იმდენ ენერგიას ამ მადლიერებასთან ერთად, რომ მართლაც makurnებელი ძალა აქვს ადამიანებთან კონტაქტში. და შესაბამისად მე მეძლევა საშუალება ადამიანს, რომ საკუთარ თავს დავეხმარო, საკუთარი თავის ბალანსირებას დავეხმარო ამ მადლიერების გამოხატვით და იმ მეორე ადამიანს ვის მიმართაც მადლიერი ვარ, ვინაიდან ისიც უკვე აღქმაში მოდის და მისი აღქმა ძლიერდება, რომ მე ვხედავ მას და ეს მე შენ კონტაქტი დგება. და როდესაც მადლიერებაზე ვსაუბრობთ, ძალიან მნიშვნელოვანია ხოლმე, რომ საკუთარი თავის მადლიერები ვიყოთ. იმისთვის, რომ უბრალოდ ვართ, ისე როგორც ვართ და შეგვიძლია ცვლილება დავიწყოთ. და შემდგომ უკვე ძალიან მნიშვნელოვანი ნაწილი ამ მადლიერებასთან მიმართებაში არის, რომ ვიცოდეთ, ვისწავლოთ როდის და როგორ და რა ფორმით ვთქვათ ეს მადლიერება, ვერბალიზაცია როგორ გავუკეთოთ და ეს მადლობა არ იყოს უბრალოდ სიტყვა, როგორ დავტვირთოთ ენერგიით და რეალურად რა არის, რომ ვიგრძნოს ხელში ეს ემოცია, რომელიც მიჩნდება ამ ადამიანის ან რაღაცა მოვლენის მიმართ. და აი ეს ემოციით გამოვხატო, გამოვთქვა და შევხედო რა რესურსი მაქვს, მე როგორ შემიძლია გამოვხატო და მადლიერება სულაც არ არის რაღაცა ნივთებით და სხვადასხვა საჩუქრებით გამოხატული პროცესი. ეს არის მე მახსოვ ხარ შენ, მე ხედავ შენ და შენ ხარ ჩემთვის მნიშვნელოვანი პიროვნება და ეს ყველაზე მთავარი ნაწილია ხოლმე მადლიერებასთან მიმართებაში. და ნამდვილად ესეა და ალბათ მადლობა ღმერთს ყველაფრისთვის, რომ ვართ, რომ ისეთები ვართ, როგორებიც ვართ და ეს არ ნიშნავს სტაგნაციას, ზოგს გონია, რომ თუ ერთმანეთს ხა თუ მადლობელი ვიქნები, როგორიც ვარო, მაშინ უკეთესი როგორ გავხდები. მე ვამბობ, რომ მადლიერება არის პლატფორმა, რაზედაც დგები და მე საკუთარი თავის გაუმჯობესება არის პროცესი, რომელიც არის ჩვენი ცხოვრება. ცხოვრება არის სტატიკა ხო არ არის, ქანდაკება ხო არ არის ადამიანი და ცხოვრება, რომ ფოტო გადაუღო და მორჩა. ეს არის პროცესი და ამ პროცესში ყოველი დღე მნიშვნელოვანია და ყოველი წუთი და აი ეს მადლიერება ყოველი წუთისთვის და ხა თქვენ ძალიან ახალგაზრდა ხართ და მართლაც ყოველი დღე არის საჩუქარი, უფლის საჩუქარი ადამიანს, რომ თენდება, მადლობა ღმერთს, ვიღაცისთვის არ თენდება სამწუხაროდ. რომ ღამდება, მადლობა ღმერთს და ეს არის ის სისავსე, რომელიც ალბათ შეუდარებელია და მე მგონი ის რომ დასვენებისთვისაც გამოგვადგება და ჩვენ გვაქვს ამის შესაძლებლობა რომ დავისვენოთ თუნდაც არაძვირადღირებულ ადგილებში დასვენება არის შინაგანი მდგომარეობა პირველ რიგში საკუთარ თავთან სწორი კონტაქტის ჩამოყალიბება და უღრმესი მადლობა ნინო ძალიან საყვარელი ხარ ძალიან ჭკვიანი ბავშვობიდან გიცნობ და ვიცი როგორი მიზანდასახულიც როგორი კეთილი და კარგი ადამიანი ხარ და წარმატებებს გისურვებ მადლობა თქვენ ძალიან დიდ წარმატებას და ჩვენ იმედს ვიტოვებ რომ ჩვენი თანამშრომლობა კვლავაც გაგრძელდება და მოხვალთ ხოლმე და თქვენ წარმატებებზე მოგვიყვებით. მადლობა და მე კი შეგახსენებთ რომ დღეს ჩვენი სტუდიის სტუმარი იყო ფსიქოლოგი, ფსიქოთერაპევტი ქალბატონი ნინო კერესელიძე. მომავალ შეხვედრამდე კარგად ბრძანდებოდეთ.